საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ლოკარნოს ფესტივალის გამარჯვებულებს უმასპინძლა შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზნადარი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ინდუსტრიულ სექციაში open doors ქართულმა რეჟისორებმა ალექსანდრე კვატაშიძემ, ნინო გოგუამ და რუსუდან პირველმა გაიმარჯვეს. ალექსანდრე კვატაშიძის ფილმმა ჩეჩნეთის გზაჯვარედინი, ნინო გოგუას ნამუშევარმა მადონა და რუსუდან პირველის კინოფილმმა ძილის გაკვეთილები, სამმა ქართულმა პროექტმა ამ ფესტივალზე 4 პრიზი მოიპოვა. ამასთან ერთად წელს ლოკარნოს ფესტივალმა ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. ეს ძალიან დიდი დახმარება არის ჩვენთვის. ყველა პროექტი იყო დაფინანსებული საქართველოს კინოცენტრის მიერ. ეს პროექტები ხე იმყოფება განვითარების ეტაპზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება ქართული კინოინდუსტრიისთვის. ეს არის ახალი სახელები. რუსუდანის გარდა, ალიგო კვატაშიძე და ნინო გოგუა სრულად ახალი სახელები, ისინი არიან ახალგაზრდები. ბატონი ოთარ იოსელიანს მიულოცოთ ეს დიდი წარმატება და დიდი ჯილდო. მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ჩემი სახელით, არამედ მთელი სამინისტროს და მთელი საქართველოს სახელით შემიძლია და მაქვს უფლება, რომ მიულოცო მას და უშურო შემდგომი წარმატებები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბატონი ოთარი კიდევ დიდხანს ჩვენ ვაჩუქებს დიდ შემოქმედებით საჩუქარს.